ვარ ლელა ჯოჯუა 9 წლის. ვსწავლობ 17 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა, ცეკვა და თამაში. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მიყვარს თამაში. ჩემი საყვარელი თამაშია დახუჭობანა. ბავშვობაში სულ თამაშობდი თოჯინებს და ეხლა ვთამაშობ. ყველაზე ხშირად ვეთამაშები თოჯინებს დედაშვილობანას. ჩემი საყვარელი თოჯინა არის დათუნია, რომელსაც ეხლა დავარქვი მარიამი. მე ლელა დამარქვებებამ და ძალიან მომწონს ეს სახელი. მაგრამ ლელა რომ არ მერქვას, მერქმეოდა მარიამი. მე ასევე მიყვარს ცეკვა და მასწავლოთ ჩემმა დაბა. 4 წლიდან დადის ცეკვაზე და კარგი მოცეკვავეა. ჩემი საყვარელი ცეკვა არის ჩაჩაჩა. ზოგჯერ სადარბაზოში ვაწყობთ კონცერტს და ბევრი ხალხი გვიყურებს. უფასოდ ცეკვავთ, თორემ ბილეთების გაიყიდება. ბევრი ფული რომ მქონდეს, მივცემდი ღარიბებს, ვუყიდი სახლს და ასევე რამეს საჭმელსაც ვუცემდი. პირადად ჩემთვის ვიყიდი მანქანას, სახლს, ორსართულიან სახლს და ასე შემდეგ. მე რომ გავუსწრები, ხელფასი მექნება 12,000 ლარი. მე და გამოვიდე სტომატოლოგი და მექნება ჩემი კლინიკა. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ქართულის მასწავლებელი. მეყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მასწავლებელი მყავს ძალიან კარგი და თანაკლასელები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ალექსი უსტიაძე. ყველაზე ჭკვიანია ნატალი ხენკელაძე. ყველაზე მშვიდია ელენე ბერიაშვილი. ყველაზე ცელქია გიორგი წითელაძე. ყველაზე იმედის მომცემია ნუცა შარაშიძე. მე ვარ ყველაზე ბეჭიდი და ლამაზი. ყველა მეუბნება ლამაზი ხარ და მეც დავიჯერე. ისე ობიექტურადაც ლამაზი ვარ. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. უბრალოდ მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია თამილკო ბერიძე. არ ყვირის მხიარულია და კეთილი. ახლა მინდა ვიყო 23 წლის. იმიტომ რომ მექნება სამსახური და ხელფასი. სახლში ცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი 3 და. მეტი და-ძმა არ მინდა, რადგან ესეც ყოფნიან ნერვის მომშელელად. ჩემი უფროსი და არის 13 წლის და ქვია ელენე. ის არის ლამაზი, კეთილი და ნერვოზიანი. ელენე რო გაიზრდება, ჩემი აზრით გამოვა არქიტექტორი. მეორე და არის 3 წლის და ქვია ქეთო. ქეთო არის ლამაზი, ფრანჭია და მოცეკვავე. ის ალბათ გამოვა ბალერინა. ახლა აქ მელოდება და სიამოვნებით გაგაცნობთ. აი ეს არის ჩემი ლამაზი დაიკო. ეს ქეთო. უმცროსი და არის 2 თვის და ქვია მარიამი. ეს არის ლამაზი, ჭამელი და კარგი ხასიათის. მარიამი ალბათ გამოვა ცეკვის მასწავლებელი. მამიკო არის ვაჟკაცი, სიმპათიური და ჩემი სურვილების ამსრულებელი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, უშიშარი და მსრუნველი. ძალიან გამიმართლა რომ ასეთი კარგი დედიკო და მამიკო მყავს. მეყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია შვილის ნუკრის ნამბობი. ხატვაც მიყვარს და ჩემი თვისწავლე. ყველაზე ხშირად ვხატავ გოგონას და სოფელს. ყველაზე ძნელია ეკლესიის დახატვა. ადვილია გოგონას დახატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის შავი და არ მიყვარს ვარდისფერი. ჩემ ნახატებს ვერ ვაგროვებ, იმიტომ დები მიშლიან ხელს. არ მაცლიან ხატვას და შედევრების შენახვას. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ჩინეთში. წინა მონაწილეებს დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ელენე კოჭაძესთან ერთად. ეს არის ჩემი საუკეთესო მეგობარი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელ ყვავილს გავს და რატო? მე მაგალითად გავარ წითელ ვარდს. ისიც ჩემსავით მეტად ლამაზია. ბედნიერება არის ჩემი ლამაზი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.